ფრიზი მაგრამ უფრო მეტად ბიზი ჩემი საფორტია ჩიზის ჩემი კეიქია ჩიზი ბაგავ ამათ სერვერს ვერ მპოულობს ანალიზი ვენაში ვარ ტროიანი ამიტომაც გაგდიზი ყველა ძვალი მკივა თითქოს მართლა გადავიწვი მე ვარ თივა როგორც კენდელა მათ გონია რომ ვიწვი ხასიათი უფრო ფიცხი ვიდრე გამოვლენება მე არ ვფიტავ გონებას თუ გინდა გამოღვიძება მეტი ცოდნა გჭირდება პირს გაღებასაც ჭირდება თუ შეგაწუხეს ფიქრება რომ შენს გარეშე იწყება ყველა თემა რისაც შენი ყავი აღორძინება ხარ როგორც ღვარძლი და აღარავის ჭირდება ჩემი ნაბიჯები მშვიდი თითქოს ვოქილავაზე ვჭები გონებაში ნალექივით თურქულ ყავაზე მათ მობშვილი არამზე პასუხად ამ ქვეყანაზე ვტოვებ ადამიანს ბევრად უკეთეს მამაზე ბრკილებს ვიხსნით ვინიდან გადავდივარ ცინიზმზე ვარ სახლში როგორც თურქი მარჯანიშვილზე რამდენად ბევრი მიმიზნე საზრი არ აქვს ამ სიგიჟეს მე ვქნი როგორც კოპერფილდი და ვაკრობ მიმიკებს სადაც არ მიმიღეს ახლა ვიღაც მიმიწევს მე კი ვესვრი წარმოდგენილსა თითაო სიბილწეს მე არ ვარ კატეგორია ვინც დღევანდელს ივიწყებს და დავიმარხო იქ სადაც სული მიმიხდეს ყველა იმას ციტირებს რამდენად დიდი ნიჭიდებს მათი ვაზნებია თუ ნამდვილი მჭიდით ვიშიდებს განუცდი ზედმეტ სიფიცხეს იბანს პირიმზეს მჭირდება საგზალი როგორც პილიგრიმებს ამათი თრუში ჟღერს ისე როგორც ბულშიტ მოძრაო მშვიდი სახით და სიგარეტის კუშით ვარ უფრო მეტად მშვიდი ვიდრე შენ გაქცევს ვიდი ჩემი ეგო არის ამ გალაქტიკებივით დიდი my brother Okay. Iva. მე პარხვევ ნორმებს შენაბარებ ნორმატივებს მე ავწევ დონეს შეუღწევადი სისტემა კალი ლინექს ვანატურებ შენ პლატფორმას იქოს ვიყო ტროიანი ჰიპ-ჰოპს თუ ემსახურები მაშინ ბალი გაქვს ჩემი გადაიტვირთები მორიგი ბარებით და როგორც ანდროიდი ვირუსული ფაილებით მაგ ნატურალური ვარშლი ვარ სუფთა როგორც iOS-ი ვერ მეკარება ვერც ერთი კრეკით ბოსი მიკროკოდებით Microsoft-ის ფანჯი და ვტეხავ მატრიცულ კოდებს არ მაქვს Photoshop-ი ამიტომ Paint-ში გადავაწყობ background-ის ფონებს და ხალხი მაინც მოიწონებს ბუხრის წინ ყალიონი ხელში თავს მოუწყვეტ ერაქტი მე ვეღარ თვლი როგორ შეიძლება ფლექსი მქონდეს ყველა მანერაში ჰიპ-ჰოპს თუ ხელი ვთხოვე ვეღარ გიშველის წერადბრის ფლოუს ხერის ზალა მეტი ვიდრე სუფრას გარბენოში ხარ რევერს ბოი ნიღბით ვოკ დილით დაიბედე ბავშვებს ვაიზმენებ ისეთი ბოროტი ფროდოს მოპარავ ბეჭედს ავწევ ხელებს გაიწელე აბა თუ მიწდება თან აღარც კი ვაიმედებ შენი ყველა მსმენელი ჩემთვის აქ პაციენტია ჩემი ყველა ბარი სკალპელი ჭრისთან არ ჭირდება თანესთეზია ეს მათი ანამნეზია ოპერაციის მერე ექიმი ვითუთითებ ჯიბეზე ეს მაყუთი შოვნის გეზია მარცხენა ხელი წეს პოეზია სარმემორჩილება თითქოს პროთეზია თუ მოვიდომე შავ ზღვას ორად გავყოფ ვარ ქართველი მესია მაგრამ მეზარებ ალექსაობათ ამ ფიქრობ მელე ხობა მერჩია ქეშია მთავარი თუ არის რავი არ არის სადარი ააგდებ ხურდას და მერე ეძებ ფანარის თავ გადასავალი მეტი ვიდრე ძმები კარამაზობების ამბებშია ივარ ამდენს ლაპარაკობ ხო არ გე ნანება ამათი წვალება დამღალეს ზარება თანჯერ ადრეა მეძინება ბოი სიზმარში ვახალ თვალს მაგრუსი დრიმინგი ბარებს ლეგოსავით ვაწყობ თითქოს პარვუნდერკინდი მე აბიცილე პასუხისმგებლობა ვარ მუჰამედალი მეორე ადგილს არ ვჯერდები ამიტომ შემოპატრიალე ჩემი მედალი მუღამი კენდალის მარა ვარ მე ლომანის გარეშე ნახტომი მაღალი ამიტომ მე ტრომანის გარეშე ვაღებ ანდეგრაუნდის კარებს ჩემს ვერსებში იმდენად უჰაერობა white boy მარათან გავარშავებს ოლდი ბერს თუ გააშავებს მაშინ ფანარს არა ჩირაღდანებს გავანათებ ива yo სალამი მეგობრებო, მოგესალმებით მოპოდკასტოს უჩვეულო ეპიზოდიდან. გამოვიდა ამინდები და გამოვედით ჩვენს გარეთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია Leader Sport-ი, ჩვენი პარტნიორი კომპანიები არიან Omega Emberi და Flatrent-ი, ასევე მადლობა ბირჟას ამ ახალი ლოკაციას. ეხლა როგორი თემა, ნახე, აქ ეხა ამას უნდა ცოტა ხელი შევლები, პოზი ხარ რა. ნელ-ნელა მოიხოდება საკაიფო და შემდეგი ეპიზოდებიდან უკვე გაიჩითება უფრო კაი ძერს კი მოხოდილი სიტუაცია რა, მაგრამ ვისაც გევასებათ მაფიის თამაში, რაღაც ამაგიდო თამაშები, შეგიძლიათ ლოკაციას ესტუმროთ, ჭიგარი ბიჭები არიან და შესაბამისად გაგისტორდებათ თქვენც. ადგილი სადაც მაფია დაიბადა. ოჩახჭებოც. ხო, რა ხდება ეხლა რა სიახლეები? რა ხდება და სიახლეები community-ში რო დაუწერეთ.
რომ კითხვები დაწერეთ რა. რამოდენიმე საინტერესო კითხვა დააგროვდა და ანუ დაინტერესებულები არიან ჩვენ. ნამდვილად დაინტერესებული. აბა გისმენ რა კითხვები გვაქვს? რომელ რეპერთან ჩაწერდით ფიტს? მკვდარი კენდრიკ ლამარი. მიყვარხარ მოკითხვა. კენდრიკ, თუ ამას ნახავ, ვიცი რომ გვიყურებ. თუ ამას ნახავ რას ქვია? ბიჭო მე რა ვისთან ჩავწერდი? არ მიფიქრია მაგაზე, ქართულთან ჩავწერდი ზურიკოსთან და აუცილებლად ჩავწერ კოკლიანთან მოკითხვა ზურას და აუცილებლად ჩავწერ მაგაზე ვიზომ ეს სხვა მართლა. ანუ კენდრიკთან არ ჩაწერდი. დიჩი მარტო სოლო ტრეკს შემოგთავაზებთ მოკლედ კი ბატონო, მინა კენდრიკ. ხო. მოსკას რატო აღარ მიყავს გადაცემა ეს კითხვა ტრიალებს? მაგაზე ვისაუბრეთ წინა პოდკასტში და შეგიძლიათ იხილოთ ეგ პოდკასტი და შემდეგი. შემდეგი კითხვა. როდის მოიწვევთ ფულა კალიფს? ფულა კალიფს მოიწვევთ იმ შემთხვევაში თუ ჯერ დავიკონტაქტებით. ხო. ვერ დავიკონტაქტეთ. ფულას სიამოვნებით მოვიწვევდით ჩვენთან. ძალიან დიდი სიამოვნებით. ასე რომ რა ვიცი, მიაწვდენეთ ხმა და მოგვეცით საკონტაქტო ფულასი ჩვენ მოვიწვევთ. პოდკასტების გარდა სხვა რამის წამოწყებას თუ აკეთებთ? ეგეც გვინდა. ცხენიაში. ცხენის სტუდიაში. კი, პოდკასტების გარდა, როგორც წინა პოდკასტში ვედავაანონსეთ, გეგმავთ. ბიჭო, რაღაც ძალიან ბოდიში რა. ძალიან მოწოს. კაი, ის არის, კარგად. მოკალათ ტივი. მიდი. მოკლედ, კაქტუს გრაინდს გეგმავთ. ჩვენ რაც TikTok-ზე გავაკეთეთ მისი გამარჯვებულიც წინა პოდკასტში ვახსენეთ, თქვით ვინ არის და შემოგთავაზებთ ძალიან მალე ამ ადამიანის ტრეკს. ხოლო შემდგომი კაქტუს გრაინდი, რასაც ჩვენ YouTube-ზე გავაკეთებთ, ეგ უკვე საერთოდ სხვა ლეველი და სხვა ვერსია იქნება რა, ასე რომ ბევრი სიახლე გვგარდა კაქტუს გრაინდისა. და გარდა მოპოდკასტოსა. და მოპოდკასტო. მაგრამ მოპოდკასტო დარჩება ამ არხზე აუცილებლად, იმიტომ რომ რაღაც პეცი აქვს უკვე თავისი და ჩვენ მოგწევს ხო. ეთანხმები. ბავშვობაში შენ ძალიან პეცი. ჰა? შენ ეცნება იყო რეპერობა, გინდა რომ რეპერი ყოფილიყო ბავშვობაში. ბიჭო, არა. აი ვაფშე ვერ წარმოვიდგენდი საერთოდ ოდესმე რეპერი თუ ვიყავი კი არა. პოტენციალი ჩემში თუ იყო ეს რეპერი, ეს რეპერული ჟინი რა. რეპერობით ვაფშე არც დავინტერესებულ ვარ თავიდან. სულ თავიდან იყო ესეთი ამბავი, რომ ვაკეთებდი ბითებს, ვაფშე, ანუ ბითებსაც არა მომენტ რა, ვაკეთებდი რას? რაღაც ჰაუს ვაკეთებდი, ტექნოს ვაკეთებდი, ხო ასე ხარ, რაღაცებს მაიმუნობდი რა, Fruity Loops-ი გამოწერე, ხო ასე ხარ და რაღაცებს მაიმუნობდი იქით აქ ეს. რეპერობა მართლა როდიდან დამაინტერესა, რატო დამაინტერესდა, მაგრამ რაღაც როგორ იყო, იცი, აი ესე რომ მიდიხარ, ხო ასე ხარ და რაღაც უკან რომ მოყვება რაღაც დორეთ რა. კი, ანუ მაგას ვსნი ახლა რა, ანუ რეპს მე აღმოვაჩინე უკვე რა, რომ დავინტერესდი უკვე რომ თურმე სუსმენდი რა. ხო, ნავას ვერ გაუაზრებლად რა. ხო, მე რაღაც პონჩი ესე ერთიანად ანუ როგორი მომენტი მქონდა, იცი, თავიდან პირველ ტრეკს ანამ ჩავწერდი რა. რაღაც პონჩი ესეთ სიტუაცია იყო, რომ რაღაც ემოციები დამიგროვდა ძალიან რა და რაღაც ისეთი პონტი იყო, რომ მეგობრებმა მიმატოვეს და ანუ არავინ არ მყავდა ისეთი ტიპი, ვისაც გაუზიარებდი რა ამ ყველაფერს და მეთქი როგორ გავაზიარო თქო და დავიწყე წერა რა. ეს წერამ გაასწორა, იმიტომ რომ ეს ემოციები რაც მქონდა შიგნით უკვე გამოვიდა გარეთ. ხო. ბიჭო, მე ბავშვობიდან მინდოდა რომ იმენა ჰიპ-ჰოპ მუსიკა მეკეთებინა. იმიტომ რომ ბაღში დავდიოდი, როცა ჯერ კიდე ლექსო იყო მოდაში და რაღაცები რა პატარა ბუმბოქსი მქონდა, ჩემს მეზობელს მქონდა და იქ უსმენდი მოკითხვა მახოს აქედან და ეგ იყო რა, იქიდან დაიბადა ჩემი ჰიპ-ჰოპის მიმართ სიყვარული და მე სულ ისეთი ტიპი ვიყავი, რომ სადღაც რო ჩავჯდებოდი, სკოლაში გაკვეთილებზე ვწერდი ხოლმე იმის რა ტრეკებს რა 50 ცენტის და ვიღაცების ინსტრუმენტალებს შენ აკართულებდი ხო? არა ბიჭო ინსტრუმენტალებს გადმოწერდი მაშინ ეგ ხელმისაწვდომი მარტო YouTube-ზე რომ რაღაც ეგეთის მოძებნა შეიძლება და არ ვიცოდი YouTube-ი არც ვიცოდი მაშინ My Video ხო? არა რაღაც საიტი პირატული საიტები მუსჯიზე ვჭირთავდით ან ეგ დისტრიბუციის საიტი ნუ მოკლედ რა ძალიან ბავშვობიდან მინდოდა რომ მეკეთებინა ჰიპ-ჰოპ მუსიკა კაი შემდეგი კითხვა რა გვაქვს გამოხვალ თუ არა ბეთლზე ბიჭო ძალიან ისეთი წერენ ხარო აი მესამე სეზონი შედასახად არა მესამე სეზონზე არ გამოვდივარ ამას აქედანვე გეუბნებით იმიტომ რომ რომც მინდოდეს გამოსვლა რაღაც წესების თუ რაღაცის მიხედვით არ შემილია რა
მაგრამ პონტი რა არის? ანუ არ მინდა ჯერ რა, იმიტომ რომ ჩემი მთავარი ორიენტირი მომენტ ეხა არის უფრო ტრეკების გაკეთება რა და ცოტა სხვა რაღაცეებზე ვარ გადართული რა, თუნდაც აი ჩვენს რაღაც პროექტებზე, თუნდაც ჩაწერაზე, ტრეკებზე, ლაივის გაკეთება გვინდა ძალიან. ეხა ვაგროვებთ დისკოგრაფიას რა. მუსიკები დაგროვდება და მე ერთ კარგ ლაივს გაჩუქებთ აუცილებლად. ეგ უეჭველი ამბავი არის, ამიტომ დაელოდეთ. და ბეთლის კონცეფცია, ანუ ნახე, სულ იქნება ჩემთან ახლოს რა. მაგრამ აი ესე გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ აი აპრიორი უეჭველი გამოვალ რა. ბიჭო, მე მინდა ბეთლზე გასვლა, მაგრამ მე ანუ ეს რეგულარული ბეთლი არ მინდა, ანუ ჩვეულებრივი ბეთლი არ მინდა. შეგინდა არაორდინალური. მაგაზე საუბრობდით კიდეც, თუ იქნება მაგალითად ისეთი ბეთლი, სადაც ტიპი ვინც ჩემი ოპონენტი იქნება გააკეთებს freestyles, მაშინ ვიბეთლავებ ისეთ ტიპთან, ვინც აკეთებს freestyles. ოღონდ ეს freestyle არ იქნება უბრალოდ ესე სიტყვა freestyle. დარბაზიდან საზოგადოება ჩამოწერს სიტყვებს, ანუ ხალხის არჩეულ სიტყვებზე. ორი არტისტი აკეთებს freestyles, ერთ სხვა სიტყვები აქვს, მეორე სხვა სიტყვები და აი პროექტის იდეა სხვათა შორის. ხო, ეგ მაგრამ ანუ პონტი რა არის ახლა ნახე, მანდ ვინც დაწერს სიტყვებს, ხო რაღაც ისეთი სიტყვა უნდა დაწეროს, ახლა ვიღაცა რო ადგეს და გიწერს, რომ რავი, ტრაცი, რა ძღნერი, ანუ მაინც ეგორი სიტყვა რატომ მოგაფიქრე? არ ვიცი, რავი, ახლა ეგეც ხო და რა, ბიჭო, მე რა, ანუ უნდა ზუსტად ეგ არის freestyle-ის მთელი მუღამი, რომ სიტყვები უნდა მოიყვანო ინტეგრაციაში იმასთან, რა ქვია, სიტუაციასთან რა, ეგაა freestyle-ი. ზუსტად რომ ვერ წარმოგიდგენია ეგეთი სიტყვების გამოყენება. მაგრამ მან დისპონტი არ არის, რომ იქნებ იმას რა სიტყვებსაც დაუწერენ, იქნებ იმას იმ სიტყვებში რაღაც პონჩი გაუმართლოს, უკეთესი სიტყვები შეხვდეს რა. ზუსტად ეგ არის მთელი მუღამი რა, რომ შეიძლება იმას რაღაც პონჩი გაუმართლოს და შეიძლება შენ გაგემართლოს რაღაც პონჩი. ანუ მე ვფიქრობ, ეგ ცოტა ისეთი ამბავი არის ორგანიზატორული კუთხით, რომ ეგ ისე უნდა დაორგანიზდეს, რომ ეგ შეცდომები, ხა ეგ შეცდომა არის რა, ორგანიზატორული მხრიდან, იმიტომ რომ არავის არ უნდა ქონდეს რაღაც უპირატესობა მაგ სიტყვებში რა. ბიჭო, უპირატესობა არ არის, ნახე, ვიღაცამ ერთი სიტყვა წამოიძახა, მიაწერეს, მეორემ წამოიძახა, მიაწერეს, მესამემ წამოიძახა, მიაწერეს. დარბაზიდანვე რა. საკლასო ოთახში რო ეგ არის დაფაგჭირდება. ნუ კარჩე, ეგ არის მთელი ამბავი რა. ეგეთ რაღაცა ეგეთ ბეთლზე ხა მე ვიბეთლავებდი freestyles ეგეთ პონჩი რა. ისე რომ გავიდე და ვიღაცაზე დავწერო, მეზარება ჯერ, მაგრად მეზარება. ხო და მაგრამ მანდაც ხომ მოგიწევს ახლა ვიღაცაზე. არაფერს დაწერა. ნუ ოკეი, ხო ეგ არის. ოკეი. ადგილზევე წავა. რა ხდება დიჩი გლობალზე? შენ ნახე თუ არა კენდრიკის პერფორმანსი სუპერბოულზე? ბიჭო, მე ვნახე მითქმა მოთქმები და მე ეს ყველაფერი მოვისმინე, მაგრამ სუპერბოულის რაც მინახავს, ანუ ყველაფერი არის კარგი შოუ, მაგრამ არასდროს ესეთი რაღაც ის არ შემხვედრია, გამოხმაურება ხოლმე აუ რა სიძახ. ეხა იცი რა მაგარი გამ. კაროჩ მე უყურებდი ლაივში, მაგას ღამის 3-ზე თუ 4-ზე ისე ვყვიროდი, აი პირველ ნახვას იმხელა მუღამი ქონდა, რომ აი ბიჭო არა რა ვიცი ძალიან კაი შოუ იყო რა ძალიან კაი შოუ შეიკრა ჩემი ხო ეხა ამერიკაში სამ პონტი ის არის რომ დრეიკის ყოფილი ცეკვავდა მანდ ჩანდა რა კენდრიკის იმაზე ტრეკზე ბიჭ მანდ ყველას ყოფილია შეჩემა კაია ეხა და ნათესაობი ყოფილა ყველა ხო გეუ ფიდიდის ამბები რა გაგიკვირდა საერთოდ რამე გაგიკვირდა ფიდიდის არა საინტერესო მოვლენა არის როგორც ჰიპ-ჰოპ მოვლენა ძალიან საინტერესო იმიტომ რომ პირველი შემთხვევა არის ის რომ ტიპმა კონკრეტული დისით გრემი აიღო კი მაგრამ უყურე პონტი რა არის ძალიან ბევრი ვიდეო შემხვდა რომ რა დამოკიდებულება გქონდა კენდრიკ ლამარს დრეიკის მიმართ და რომ ამბობს რომ ო დრეიკი ძალიან მაგარია და ის უსმენს ჩემს მუსიკას და დრეიკი მე მაფასებს და აი ამით რომ აღბრთოვანებულია და მერე როდესაც რა ვიღაც ხდება ტიპი და ამ ყველაფრის მერე რომ ესეთი რეზონანსული დამოკიდებულება მოდის მისი მხრიდან შენ ეს გაგახსენდება რეალურ მაგალითებს კი როგორ ხდება ისე მაგათი ინტერაქცია დაიწყო ძალიან ადრე თურმე რაღაც წაკმენები ყოფილა მე თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ეგ ამბავი რა რაღაცა 2014-15 წლიდან უკვე ჩანს ის რაღაც მინიმალური ისინი რა ჩადებული აზრები რომელიც მაშინ არ ესმოდა ხალხს რა ლილ ვენის წაგვინა ისე კენდრიკ ხო კი ლილ ვენის წაგვინა და ლილმა დადო ლილ ვენის არ გაუთამამდე რა იგისო ტვიტერზე თუ უკვე ამჟამად X-ზე დადო რომ ანუ მოდ ჯობიაო რომ ხეცი მიძინებული იყოსო თორე თუ გავაღვიძეო აი მე იცი
მე ნახეთ თქვენ რა ცოტა ეიმენა პოსტი დადო მაგაზე რა და ეხლა რო ეთქვა დრაკონით ვინგა და Lil Wayne-მა თუ გაიღვიძა Lil Wayne-ი მე ვერ დაიძინებს ხო პრობლემები აქვს ინსომნიაკიდან ჯება Lil Wayne Kendrick Lamar-ი ვეღარ დაიძინებს კარგახანი თქო ვილიძილი Kendrick მე Drake-ზე არა Kendrick-მა წაკვინა Lil Wayne-ი ისკობენ ბიჭო არა რატო არა Kendrick-ი ჩემი აიდოლია Lil Wayne-ი ბევრად უფრო ეგ შენთვის მაგრამ ჩემთვის ეგრეა და ბევრად უფრო დამსახურებული ტიპია Lil Wayne-ი ვიდრე Kendrick Lamar ტიპმა ახალი ჟღერადობა მოიტანა დედამიწაზე ანუ ოკეი, არა, Kendrick-საც თავისი ის აქვს სპეციფიური ჟღერადობა, ეხა რომელსაც იდეაში მე ვერავ მსგავსებ, ვერავის, ანუ თავისია რა, ეგ პონტი რასაც აკეთებს. ახალი ალბომი რაც დადროპა, ძალიან განსხვავებული ჟღერადობა არის და აი იმენა Kendrick-ის ჟღერადობა არის რა. აი დღემდე რიფიც ემაქვს ეგ ალბომი, ძალიან მეოსება. ამასობაში ამ ბიფებზე და იმაზე რა შეტევებზე ერთმანეთს ბეთლე ხო ვარ და გვერიაქტებინა? ავარეაქცოთ მე ჩვენი რა მიდის. არა, უკნიდან ზიკო გვანიშნებს რომ არა, უკან პელე და Young Mike-ის ხედან და არ გვინდაო ესე გვიკეთებენ, მაგრამ ჩვენ არ უსმენს. მოკლედ მეგობრებო, ახლა გადავედით ბეთლის რეაქტზე. ჩვენ არ გვინახავს და ძალიან ისე ძლივს შევიკავეთ თავი რომ არ გვინახა, მაგრამ აი თავდი ვიდეოს აი space watcher-დი და დიჩი მირეკავს ორ ჩორტოზე ჩემო. ეგ ხა ყოველი რაღაც ეგეთი იყო რა. აი წავედით. Let's go, აბა. რა ხდება, რა მოხდა, როგორ მოხდა. ელე იწყებს რაუნდს როგორ ჩანს. მე ვეპაცლავები მიშკას მომისმინოს ყველა სულით მონამ ვისაც პიროვნება წაართვა მაყუძის შოვნამ მოუთხან ეგეთი ჰიპ-ჰოპი მოუთხან შენი შრომა შენზე ყველაფერი გვახსოვს იყოს შენი ხსოვნა დედა მოწყნულია ბოხმა გულში კიდევ შიში თუ გინდოდა რესპექტი და არ ჩაგედო პირში მავნებელი ენები უნდა დაგაჭრათ ძირში 28-ის მერე მეკეცხადები ძილში ისტორია მეორდება წარსულიდან დღეს არის 6 თებერვალი დრამა დაგვიდგეს ორი მშულდოსანი MC ეძებს არტეფაქტებს არ მექნება punchline-ი გეტყვი მარტო ფაქტებს ბევრი ბავშვი მოგვემა და არიციან ძველი 2018 და რამდენიმე წელი ტრაგები რომ ჩაგიდეს და მოგიგრიხეს ხელი პროტესტით რომ იყოს ავსრთელი რუსთაველი რამდენიმე დღე რო წვიმდა ხალხი იყოს ველი ყვირილისგან აღარავის უვარგო და ყელი ერთი მადლობა რა გახდა ხალხისთვის რომ გეთქვა უმადურო ნაბოზა რო კი გეკუთვნის კლეტკა ყველა ვიცით ოცნებამ ჩაგიდო რომ აქოდა ადიდო თანაც ვითომ არიცი მიზეზი რა ყოფილა ხალხმა თავი რატომ იგზნო შეურაცხყოფილად გამანდამ რო იქით რაზმა გირილებს ოცნების მაგირა ჩვენ რომ ჩაგვიწერეთ დისი უნამუსო თაკეცა გიქე მორალები ჩვენს ყველას დაგვიძახე ნაციონალებითან ტყუაზეაც დაბაგინეთ არც ერთი არაც და ანდა ამას რო იცახდა როგორ არ გადაცდა ანდა როგორ არ ქონდა უსამართლობის განცდა იქვე უნდა ჩაგვექოლა სადაც ფეხი დაცდა ერთი წამითაც არ მალობ თუ დამიჯერეთ სამართლო კარიერა რომ დაგისრულე ამ დარბაზში ყველა მიცის მართალს ქებაზრები ის ბავშვებიც გაიზარდნენ აღარევასები ახლა არსად მოგისურდეს შავი კეტასები რეპეტლი კი არა ჯოჯოხეთშიც გადმოყვები ამ რაუნდში რაც გებაზრაპელეს დაუფასე ამას ხო გერჩივლა გამერება შაურმაზე თუ გინდა დაგასპონსოროს რაღაც ეკოფუდმა დიკაპრიო მომიკითხოს ბოსმა ჰოლივუდმა მირჩევნია ფიფებისგან ხოიცირაზეა ბაზარი ვინც არიცით ხალხო Young Mike-ს აქვს გადაღებული ვიდეო სადაც დიკაპრიოს ასახიერებს ხო და მაგაზე გადაარტყა პელო ბიჭო პანჩი ძიმე პანჩები აქვს ძალიან ბიჭო ძალიან ანუ პონტი ის არის რომ თან ხო ოკეი ანუ პელემ ეხა ყველა დამეთანხმება იმაში რომ იცის როგორ იწერება ტიპური პანჩლაინი მაგრამ აქ აქვს თან ფაქტობრივი პანჩლაინები ხები და ეგ ორმაგად მწარე არის რა ბიჭო ძალიან მძიმეა ჯერჯერობით პელე ძალიან მძიმეა Young-მა არ ვიცი რა უნდა უპასუხოს ახლა რომ ამის ბაზარი გადაფაროს სტივიში მაგრამ დავჭი სუფთა ვერას მეტყვის დრამა ქვინი ორი დღე ციხეში იჯდა 10 წელი მოთხლა ტონი ვერკატილურ პაპსოვიკებს დილით მოუწევს დილით შენაირებს ფინალს უგეფერტი ფრისტაილი ქრისტეფორემ გალოპლიშულ სოდნაუდევს თავში აგახიეს ტელეფონი აქედან ვერ წაშლი არავისთვის მოგეჯამა ინვერსებით მიშა დაგიცურდა კრამიტი და მოთხან შენი კრიშა ეგეთი ცხოვრებით ვერ გარებავ სხვაზე ჯერ კიდევ ჩემი პოტასი გახადია თავზე მე შენ დაგებაზრე პიროვნებაზე ვიდი გამირებე ჩას
მშობლობაზე ან და ზედმეტ წონაზე ან და ისეთ რამეზე რომ დავდებ მაზიანს ტაჟდა გიკრავს ვარდის ფერი ბურჟუაზია ფშიდი ხარ ამ ყველაფრის მერე და ფლიდი ხარ გააჯვი ამერიკაში ყალეზე გვკიდი ხარ აუ ბიჭო იჟია ბიჭო ვერ არის ნაო Everybody watching PvP put your motherfucking hands up and follow me ბიჭო რა მაგრა დაიყოლია თაუდი ამღამებ Put your hands up young იმის დადგენას არის თუ არა პელეყლე სულ არ ჭირდება მონოჰოლი და PvP თანაც ეგრევე წოდებაზე რო შევეხებისი ბაშკაცობა და ფეხბურთელი სახელის თამაში მაინც ენძრება ამ მოედანზე ჯიგარი ფურტივი დაიკენწლება მეტი რა ვუთხრამ ფეთხუმ პელეს YouTube ლიგაც კი ვერ გააფეხბურთელებს სანამ დავდეთ off season როგორც J Cole გამოსვლამდე მოგიყვეთ როგორც შეიყო ჯერ უარი თქვა რემაჩზე და ის მოიმიზეზა რომ არ მოსწოს PvP ბეთლების ორგანიზება თავის ლიგას აკეთებდა თან სანდეკნებოდა დროება თუმცა 6 თვე ისე გავიდა თავი ვერაფერს მოაბა ამ დროსაც მეუბნება ეს IP-ს და ფულის ხამი თავის პროექტის ბეთლში უნდა და მე გამოსულიყავ ბეთლზე უარი თქვა მაგრამ პროექტისთვის ვჭირდები პროექტი ვერ მოხდა ბეთლზე ისევ შემწინდგები თავის მართლებებში იმალები მაგრამ ჩანხარ შესთავაზეს თანხა ეგრევე დაეთანხმა არა storyteller fake storyteller სახელა გელა და ძანრებელა მუსიკალური ნიჩი არ აქვს უნდა აკაპელა ეს სამშობგარი ბანკი რამ გარეპერა ქართულებთან უკვე დიდი ხანი მაგ მოხდილი ბალი სანამ მიდო გვამი ესმე აბა შენე კიდობანი შენ რა ქენი თავი როგორია გოუთი შენი კარიერა დაიწყო და მორჩა flow-ი მიშმელობანი ვერაფერი ბერთქვი სამაგიეროდ PvP-ს ლემზე ვნახეთ შენი ძუძუების თვერკი რაღაც ძუძუების ნახეთ რა შეხავს რა ძუძუების თვერკი ტრაქს რაქვია მასვის ზადარის ბეთლიდან გაიქცეს და მერე უნდა საქმე რომ კამერების წინ გაიჭეს ეგონა YouTube-დან თემა ქუჩაში აღარ გავა მაგრამ სლოუმა იმ პოდკასტები აკაჩაბა შენი სახსენებელი არ არის ჩემი ხინჯები შენ კომპლიმენტი რომ მითხრა მაგაზეს დაბიკრინჯები არის ჩემი სოდვები და სულ სხვა ყლეობებს წერი ხარ პანჩლაინებს ამოფარებული ჯეო რეპერი არა storyteller fake storyteller ეს კაია ბიჭო კაი ეს მუსიკალური ნიჩი არ აქვს უნდა აკაპელა ეს იპოდრომის ბომჟი რა გარეპერა მე ვთქვი არა storyteller fake storyteller გელა და ძანრებელა მუსიკალური ნიჩი არ აქვს აუ რა შენს ვიზუალს ახლოდან რო ბუხურებ ახლა დიზასტერი კი არა მართლა უბედურება ხარ რეპერ ჟერ ვერ დაემსგავსე თორე გინდათ მას რო იურასთან იჭრი ერთხელ წვერით შეგესწორებინა ელემ გაუხა დიდი გამირეპეო სასულობაზე ზედწონაზე და დიდი პროგრესი არის აღარ ვიქნები წონია სახეზე მაინც ეთხოვა მაგარი ფეხი სუნიათ არა storyteller fake storyteller სახელა გელა და ძანრებელა მუსიკალური ნიჩი არ აქვს უნდა აკაპელა რა ბეთლი ნიკის ლომ პოდკასტზე შეან Oh hell no. Okay. აბა შეიძლება ბიჭო აუ ჩემი აზრით პირველი პელემ წაიღო რა მე ეგრე ვფიქრობ ფანჩების იძლიერება ანუ თემა ის იყო რომ რაღაც ფაქტები მიშკამაც მოუყვანა მაგრამ ანუ მიშკამ პონტი ის იყო რომ ფაქტები პროსტა უთხრა და პელე ამ ფაქტებით ურტყავდა ანუ ეგ განსხვავება იყო ამათ პანჩლაინებში და თან ანუ Young Mike-ის პირველ რაუნდში მომეწონა ჰუკი ხო storyteller fake storyteller ეგ ძალიან მომეწონა მაგრამ battle versus კუთხით ალბათ უფრო არა პელეს მივცე ჩემი აზრით რა ხო ერთი რაუნდი ჩემი აზრით პელე იმიტომ რომ ძალიან წარეა კი ძალიან ბევრი თემა დაასვა ფაქტობრივი პანჩლაინები და ტიპიური ბუმბებ და დაახვედრა კიდეც იმან რაღაც ფეხისუნი და რაღაცები ხვდება და რა ჩაცმულობაზე და რაღაც ვიზუალზე მებაზრება და დაახვედრა კიდეც დავაი მეორე რაუნდი ეს ზედარის ვისაც ჩავიცვი ეგ უნდა ვთქვა აქ მე მგონი ძალიან დაცხარა ვა სადვარდ MC შენგა ხელმარცხნივ ოკეი საინტერესოა მეორე რაუნდის ამბები კარგად მერგო პელე პირველიც ახლა ნახე ბუმბებს იმენა თავიდან ვიფიქრე ხუმრობით ვიტყოდი სათქმელს მაგრამ ადრე მასწავლეს არ ვეთამაშო საჭმელს მე და შენ ხომ არ ვაკეთებთ ერთი და იგივეს ვითხარი როგორ ვიქნებით ერთი და იგივე შენ გინდა რომ ცეკვით გადაფარო შენი სიგიჟე სათქმელი რომ არ გექნება შენ უბრალოდ იცეკვე აბა მიდი იცეკვე მიდი შეფოზო და მანახე მოძრაობა იცეკვე
სახლის კანე გორსო მაგრამ იცეკვე მიდი იცეკვე შებოზო ალბომი და მოყვაც რემლები ყველა ცხოვრებაში ხომ არსებობს რთული დღეები მაგრამ მაინც ვერ გავიგე ამას რას ვებაზრები დეპრესიაში არასდროს ვარდებიან ხლები შეხარ სახლის კატა რომელიც ქუჩაში მოხდა შეხარ იანგი რა როჟა ბიჭო ყვალოს შეხარ გირთხა მამუ მითხრა მარტო გულში გირთხა შეგეცით ძალით რეპერებს და ძალით პოეტებს ძალით ტელეწამყვანებს ძალით ვითომ სპორტსმენებს შეგეცით სელებრიტებს ვითომ დარგის დოცენტებს და ყოველთვის შევეცით თქვენ საახალწლო კონცერტებს შეგეცით მეფის კარზე ჯამბაზებს და ბარიგებს შეგეცით ვითომ ვიგოდრიკ ხალიკებს ყველა შეგეცით ვის ჩვენთან აყალბებ და შედეგებს რადგან შეთუ ლეგენდა ხარ შევეცი ლეგენდებს მე და შეგეკეთებთ ერთი და იგივეს როგორ ვიქნებით ერთი და იგივე შენ გინდა რომ ცეკვით გადაფარო შენი სიგიჟე სათქმელი რომ არ გექნება შენ უბრალოდ იცეკვე იცეკვეზე მაგრად გავუძო და მანახე მოძრაობა იცეკვე შებოზო არიხებო ისე როგორც სახლის კანე გორსო მაგრამ თავიდან არ მაგინებინო თავი გავიდა რამდენი წელი და ჟამი შეჭამე რამდენი თებში და ჯამი საიდან შეჩემა შემოსავალი მითხარი შეჩემა გამოსავალი მითხარი შეჩემა რამე წამალი მისრე როგორიც შექმენი მოდა ეგეთებს მართლობა რიგობა ჯობდა მითხარი მიშიკო ვაფშე რა მოხდა ნანგრევებში წაგიყვანეს შავებში ჩაცმო მამაკაცებმა შეგაშინეს თუ რა გითხრეს მიშიკო გადავიშალე ელესტიკური ეზერით რო არ კარგავს მაიცურო და შიმოყები რომ არ დაგაბრალო შეგეცით ძალით ვითომ ჟურნალისტებს ნებისმიერ ეკანზე ვითომ ფენსი კრიტიკოსებს გიზავთ ქართულ ენაზე შეგეცით ფენსი ამ სცენაზე რატომ ოცნებობ ჩვენს ისტორიის გადაწერაზე მიშკა მაიკი ბარკალა ფეშლაიფი მოკითხვებს გიგზავნით და გეტყვით მარტო მე შეგეცით ოთხივეს გამჯეროდა რომ კიდე შეგხვდებოდი მე ვიყავი შენი ფანი სანამ გამოყალევდებოდი არა ძალიან კაი მეორე ქონდა. მეორეშიც კარგად მოუხდა ბიჭო. კარგად მოუხდა ბიც, მაგრამ ბევრი შეეშალა აქ ძალიან. ხო, რაღაცეები ქონდა, ოკეი. კი, ხარვეზები უეჭველი ქონდა. მაგრამ ბიჭო, აქაც პანჩები მაგრად გამისწორდა რა. ბოლოს რა ისიც, ანუ ის ჰუკის პონჩი რო ქონდა, იცეკვეო, ეგეც ძალიან გამისწორდა. ბოლოს ის მე ვიყავი შენი ფანი სანაკ. არა, ანუ აქ აი როგორც უცხა რა, ეხა პირველ რაუნდში არ გეტყვი პანჩლაინებს, გეტყვი ფაქტებსო, რაღაც მაგ სტრატეგიას მიყვება რა, ეგეთი ის რჩება, რომ რასაც იმენა ფიქრობს მასტი, იმას ეუბნება რა. ეხლა თუ Youngs ექნება სუფთა რაუნდი, უშეცდომო რაუნდი. და ფიქრობ, რომ ოკეი, ვნახოთ, აბა. ყველაფერი იდეალურად ექნება, მეორე რაუნდი შეიძლება შეცდომების ხარჯზე ოკეი, აი ვნახოთ, აბა. მაგრამ აქ პანჩებში ყველა ძალიან ძლიერი იყო. ოკეი, აი ძალიან მომეწონა რა. თავი შეიძლება ვიღაცაებისთვის სუბიექტური ვარ, მაგრამ ძალიან მომეწონა პელეს პანჩი. ხელი მოგამეძა რა სუბიექტურია ეს გადაწყვეტა. ხო, ანუ ვიღაცა ჩვენ შედეგს ვერ შევშლით, რაც არ უნდა იყოს არ ვიცი. მიშკას პერფორმანსები ცალკე. მე მეტროში ძმა მეორე, ჩემთან. საქციელები მიმოვიხილე და ვანახე ხალხს ვიხარ ძმაო ის გადამშა შენს არასრულ სოვნებაზე რომ მაიკის ფლოუ ეხა უფრო მომწონს. არა მართლებს ეგ მოკლეგზები სათქმელი მარტო მაშინ გეძლება როცა რამეზე კომპლექსები თურმე არ უსორდება ამ ყლეს როგორ გულშემატკივრობთ ნაკრებს ყვარას ბუდუს კანკავას ჩაყვეს რატომ ერთნაირი ფლოუ გააგდეს თუ მეჩვენება. ელემაც ბიჭო, მოიცადე როგორ იყო? ერთი და იგივე ფლოუა ძმა. მე მგონი ამ რაუნდში ხა შეიძლება მემეშლება, მაგრამ მგონია რომ ერთი და იგივე ფლოუ გააზრო ორივე ამ რაუნდში. რაღაც ამ ადრიმებს არ აყვა ის რიან რაყლე კი ზუსტად ძმაო, ჩარ ჩემი ძმა ხარ. ჰიმნი გჭირდება სტადიონებს რო ანგრევს თვითონ რამეს და აკლებს მერაბს ეფაშლს რო აყვეს შენთვის მღერი ბეთლის ბოლო კეთილია შენი მეთოდები დიდი ხნის გაცვეთილია თავი გონია გოძილა გიგანტური ჰიპ-ჰოპ რეპტილია ეს შემისა მაქსიმუმ გროტასკის დრედებში რეპტილია ეს ბიჭო მიბაძვა როგორ არ უნდა
მივაჯვა ისევ შით პოსტინგს მიაწექი აქ საერთოდ რა გინდა ძმა აქეთ მომიშვიდე არ გამომიშვიდე ხელი ამოიშვიე თითმა ეს რამდენჯერ გაურითმა ნაკლე რაუნდი და დე ვის რა გაუიასნე მოდა ზუსტად მაგიტომ ხარ დაუნი და ხალე მოიცა კაი ხო ანუ ეგ არ არის შეურაცხყოფა და მაგის თქმა არ შეიძლება ასე რომ რავი ჩემთვის ბეთლი უკვე წაგებული აქვს იმენა იმიტომ რომ არ არის შეურაცხყოფა დაუნი არ არის თუ არის არ არის დაუნი შეურაცხყოფა არ არის დამოკნინებელი სიტყვა ოკეი ხო არ შეიძლება ეგეთი რაღაცის გამოყენება რა ბიჭო დაუნი ხო ჩემთვის წააგო უკვე მორჩა უპერავ როგორ სტეფ კარი შენი იდიოტური იდეაც კი იდეალურად შევკარი ადრე შვიდმენ მართ ბეთლი მომიგო მაგ დღეს ეს პარაზიტი წარმოიქმნა შემთხვევით არ არის იგივე თარიღზე გალაქტიონმა თავი რომ მოიკლა მოსესთან იმდენჯერ დააფულაფა ვიდეოში რომ ტეხავდა ჩასმა ბოლოს კი ხალხი ბეკებს უდევდა ყურსასმენებს და აბრალა მასმა ტექსტი არის ოდი და მაგ შენ ჩაჯულში არაა საჭირო არავის გასწრა მაგ დღესაც მე არ ვიცოდი ტექსტი თავის მართლება არ მომსულია აზრად შენი გაჯმა პიკი არის რომ შეხვდა იანგმა იგი თემიდან თესლი დროით ესები მაგის შედეგებსაც ახლა იმკი შენივე ნათქვამი რომ უარყავი შენზე დღესე გეცისიან TikTok-ზე რო გაურები აი მანდ მოგიგო ბეთლი ჭიამ სოციალური დრეგების ჩაწერა სააპირებდი მარასა და ეგეს რო ხალეზე დაიკიდე ხალოზე აკაც იყო მოკლედ მაგიტო ბართამ დღეში პელე არის ვითხა როგორც უძინართან მზეში მაგრამ ყველა ნაბუღარი შორი ხდება ოპერი ბეთლორეპერი კი არა ბიზე არის შოფერი კოსმოსში საიდანაც გამოიქცა ეხლა იფიცება თორმე საერთოდ არ გონია ექსოფელი ვისა შემდგომ და გუნიშის მიერ გაკეთებული თორე დარწმუნებული ვარ იქნებოდი მწოვერი მოიგო და გაუთიარ ვისი მაგრამ სონი აგრის იმისთანა მართლა კი იქნები რამეს ხოველი ვარდო სანიძე თევზი რო უთხრა ნეტა გულთანის თუ მიქონდა რომ ამარსებას თევზის გარეშე ზუსტად ეგეთი სუნი ქონდა თქვა რომ იგივე ბოტასი თივლის თუნდაც იშოვა 6-0 ეხლა მივხვდი საიდან მოდის ეს ფეხის სული ბიჭო რატოში პოდკასტებში ნუ კაცო აბარებებში ინგლისურად შენ ვის უნდა გაუკაჩო ამდენი წელია რეპავს და ტიპს ერთი სიმღერას კი არ აქვს ადმე რო ჩართო შენ რო სოლო კონცერტი გამართო თუ მიხვალ დარბაზში იქნები მარტო ბარამბო შოკოლადი თუ არ გაწია აწის ხვა რომელი სეზონი ნათქვამი ჯიგარს თავისი პირით რო შიგავს ამდენი მსხნერი შამორეს ხარ თულია ალბათ მაინც ეცდები ხო პელეს აქ რეპი ჩემშია უთი მოთუ რაღაცა ეგეთ შაირეცხები ჩიგარი ხავუნე ჯიგარს თავზე რო იყო შენი აიდოლი რეპერად არ ვარ მაგრამ კი გამოვა აიდოლი დავიქრინჯე აი ამაზე დავიქრინჯე აუ ბიჭო მე წავიკითხე სადღაც რომ ის რა ქვია აი ყოველ რაუნდებს შორის ქონდაო იანგ-ვანგს ფრისტაილებიო და აქ აშკარად არ არის დამოჭრილი არის და ხო მაგრამ ეთყობა ის ამაზე ცუდები იყო ანუ აი ეგ იყო მართლა დამქრინჯია ძმაო აი ვინც იცით რა ფრისტაილები იყო რავი დაგვიწერეთ კომენტარებში მაინტერესებს ბოდიში მაგრამ დავიქრინჯე რა ამაზე ამ ფრისტაილზე აი იმენა ის იყო მან სანკანში რომ უნდა იბაზრო იქ იყო ზუსტად რიგი გაუდი აი ეგ იყო ანუ აი რა რაც შეეხება იმას რა ქვია რაუნდებში ბიჭო რაუნდი ამას აქაც შეეშალა ძმაო მით უმეტეს მე ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს მარტო იმ სიტყვის გამო ამ რაუნდთან კონკრეტულად ხო და ოკეი არა მაგაში გეთანხმ ანუ დამოკიდებულებას ანუ ხო მაგ სიტყვაში რომ ეგ არ უნდა ეხსენებინა ეგ არ უნდა ეხსენებინა მე გეთანხმები მაგაში რომ ეგ არ უნდა ეხსენებინა ხო ბიჭო აი როგორი პონტია იცი თავიდან რომ დაიწყო მიშკამ უფრო მომეწონა მიშკას ფლოუები ჯობდა, მაგრამ ფლოუ მარტო არა, ანუ პონტი ისაა, რომ ჩემთვის მაინც ლირიკულად, აი ფურცელზე ხოაზე ხარ რა. ელესი უფრო მოვიდა ის პანჩლაინები რაღაც პოჭი. ანუ დემეიჯები, მეორე რაუნდია ფეხისუნზე ეფასრება, ძმაო, კაი რა. ანუ მიშკა იღადავება, ბაზარი არა, მესმის, მაგრამ აი ელე ხოაზე ხარ, აი რაღაც, აი ეს არის რა. ანუ დემეიჯი პელეს პანჩებს უფრო აქვს ჩემთვისაც, ხო? და მოიგო პელენ ჩემთვის ანუ უკვე რა შეგახსენებთ მეგობრებო ჩვენი სპონსორია ლიდერ სპორტი და გთხოვთ ყველას გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო რა თუ გინდათ რომ გავაგრძელოთ მსგავსი და ჩვენი გამომწერები ვინც ხართ პროსტა ვიდეო დაალაიქეთ ნუ გავიწყდებათ ხოლმე რა მაგარი კაცო ერთი დღე პარი
პარიში მეორე პრაღაში მესამე რომში არ ვენაში ხარ მეოთხე ღამე დამოხვედი აქ გითხარი მაყუთი საიდან გაკ რამდენი ალბომი გაყიდე ბოლოს და რამდენი კონცერტი გამართე დღეს ან იქნებ რამე სამსახურში მუშაობ მაგრამ ჩვენ არ ვიცით ეს მე არ ვიქექები არავის პირაჩი ვაკვირდები პროცესს არ გამაჩნია მე ბოღმა და უფალმა 40 მაგდენი მოგცეს არავის დავუთვლი პროცენტებს მაგრამ შენ რა გადევს ტარიფი შენ ვაფშე რა იცი ჰიპ-ჰოპის გემო არასოდეს ყოფილ ხარ ღარიბი ჩემი მეგობრები კარიბიდან შემოვლე პირდაპირ კარებიდან მოდიხარ მიდიხარ ალიბი გაკ ვიღაცა მაყუთა არიფი ხარ მე ვერ გაბიგე შენ რატო გებასება თუ ფაქი რა ნახე საერთო უბრალოდ გეღადავები და გავერთოთ არ მაინტერესებს საერთოდ შენივე ბაითის ქვემოთ შეგიძლია იყიდო ნაიკის კურტკა ჩემივე კორპუსის უკან შეგიძლია იპოვო გურანდას ბუდკა ვერაფრით გავიგე როგორ გაწელი შენ ციხეში კაცია ბიჭო თუ კიდევ ვიბაზროთ ბირჟა მაფია მაშინ მე გიკეტავ შუტკას არ მივოდო ბრატ მიწოდებ ვანდა მიკობრა ჩემი მუღამია ისევ ჯოროგანი შენი ოცნება ოპრა ყოველთვის ვიცოდი რომ ბანძი რეპერები ჩემი ტოლი არასოდეს არის არავინ შემოვიდა ნადირობის სეზონი და ბრაკონიერები ისევ დადენიან კარების ვიცი შენი ცხოვრების წესი მაგრამ მე შენზე ფხიზელი ვარ როცა გავუკიდებ კანაბის ვირუსი ვიტმოვედი ამ ყველაფერს მე რამდენი თასხერებენ კარანტინს სენსაცია სენსაცია პელეს fast flow ნახეთ ძმა პელეს fast flow ნახეთ ბიჭო ხოდა დაალაიქე ვიდეო თუ მოგეცა თუ მინდა რომ პელეს fast flow კიდე უნდა პელეს fast flow-ს გამო ალაიქებ ვიდეოს კაი შემატარებენ ალოდის როცა 40 ხაჭაღი ბიტებს ყირაზე გადადის რეპერებს თუ წაუკითხე ვერსია აღარ წაუკითხო მოლოს მაგრამ წაუკითხო პარაკლის როცა აბისული გაატრაკებს ყველა მისიან და ეგრევე ეძახიან პალადის იო ვანადგურებ ყველა პარაზი აი შევეცი ყველას ვინც მიაგდო ვანადგურებ ყველა არა ვარ შენი საპირწონე ხოდა იქ წონა და მახი ეკლეზე თუ ვინმე სოდეს მეგული ვატკინე ყველას დავურიგებ ნაყინებს ისევ გაუმარჯოს გამარჯვებულებს და ისევ შევეცი ნაწყენებს მიდი და ბოლომდე ამოალაგი ვიტებზე ლამაზად რა დაალაგი და დექი მაიკთან დაიქადაგი შენივე მორალით სადავი ბრაკე მე მაშინ გავაკეთე ჩემი გასაკეთებელი აბარაკი იყო არ მაინტერესებს კამბექი მოვიგე იქ სადაც საჭირო იყო ეს აკაპელას მონჩი უთხრა დაიდი ნახვით არ მინდა შაურმა ხახვით დაიდი ნახვით არ მინდა შაურმა ხახვით არ მინდა შაურმა ხახვით დაიდი ნახვი ეს ბოლოს ცოტა არ მომეწონა ეს არ შაურმა ხახვით იდი ნახვი რაღაც როგორი პონტი იყო იცი თითქოს მიაგდო ხოაზე ხარ ბოლოს შაურმა ხახვით იდი ნახვით რაღაც თავი დავალებეთო ყლეზე მყიდიაო ბიჭო ბაზარი არა მაგრამ ოკეი ბიჭო პელეს საღო fast flow ძმა პელეს flow ნო არ ვიცი შემდეგი საპასუხო რაუნდი მიშკას მესამე let's go აბა პელეს არ ვიცი მომეწონა ხარვეზები ქონდა მაგრამ ანუ ჩემთვის გადაფარა იქ ხარვეზების რა აი ლირიკამ გადაფარა იქ ხარვეზები აგერ ვისაუბრეთ მე და ჩვენმა ძმამ და აურა კარგად ძმაო ყველაფერი მიშკა იმენა საფიობი ვიღაცების გამო შოუ გამოსდის რა მე პიცია ხვებით არ ვარ უკან ვერ დამხია ვერც ერთმა ქარმა იფიქრეს გამოფუცხადებდი ომს მაგრამ შევცვალე კარმა და უკვე ნაკლებად მაშინებს შემდეგი დარტყმა ოპონენტს თუ ვერ ხმარო გიხმარე ჭკუა ვისხდის მოთხოვებათა და თავი მოიტყუა ანუ ვერაფერს ვერ იხმარ და ვიზარიელი თუა ეს დებილები თუ უთხრობენ ინტელექტუალს ვიცი მე რომ სხვა გზა მე ბილიკი შენ ტრასა სურვილი მაქვს მომძრაო მასა და დრო რომ მოვასვა შუაზე გავხსნა ჩემზე უკეთ ალბათ შენი თხუთები ვერ იქნები მოსე პირველ რიგში ხალხის ნები თუ არ შეიმოსე და მიცავრცელებს მაგ ფარს მცნებებს არ იცის ღმერთი სად არის და არც ეძებს ჩემამდე ბიჭები ფეხები იყო ეს მკრეხელი ხიხო ნუეხები ჰიპ-ჰოპს შენთან შედარებით ჰიპ-ჰოპის მეკავარ შემართლა ხლექალა ფუჩუა გეკავა მეთულ კულტურაში რამ ხელად წვილი მაგაზე დიდი მაგ ზოგადად რეპში ვიცოდი ბერაბინ ვერ მომერეო და მუსიკის მორებში როგან და ბეშვი შენგანა იმიტომ ხარბეთელ რეპერი რომ მართლა ბეთლაო ყველაზე კარგად უბრალოდ ბეთლებზე გამოსვლის მიღმა რეპერის კარიერა საერთოდ დარგად ჩემთანაც და დაახლოვება ცოტა ხანი მერე რაღაც დროით გახდა
აზიის კატამი კაი შეყვანა. საიბებში რო დაიწყო კაკანი მისი ტრაკი ქონია ბოლოში ხო გაატყანი ინტრიგების კეფოში ხელი შეს პრაიმს გაუში ბოლა PvP არის თუ პრაიმ ჰაუსი მე ღარ მოიხოდები რომ მსხიუა სირეთბული შენ აღარ გადის ოდაზე შეხარ დასირებული მე გავიზარდე თემიდან ვარ დამოუკიდებელი შესულ ვიღაცა დისობა სულმულებენ ეგენი მე ბიზრდები ბიცვლები სხვა სიმაღლიდან მუხურებს სამყაროს უკუნეთ სანამ ეს ბლუხუნებს მე 10 კლასი გემახსოვრება გაზრდაში ხელს გიშლის არასრულ ფასოვნება მომიწია აწყვოდან გაგახსენო ბავშვობა გაგიფუჭო განწყობა კიდევ ერთი დამწრობა სულზე გაწუს კომპრესი წინაპრების კომპლექსი ხელს გიშლის დაწერო ტექსტი რომ გამოთქო პროტესტი ჩემი შევა იქნება განიბითა რო პრესი იქნება ძლიერო სტრესი დადგინდეს ნორმა ნორმის გარეშე ისის გვეყოფა ამ დახას რომ ითარეში რეპის კოდექსი აქამდე თუ არის მოდა გახსნილობა პირდაპირობა უშიშრობა ბეთლ კულტურა ამ ხელა ნიჩს არიტევს ნახვის გრობაში ბეძე მარგალიტებს არ შემოშიდი არა ბისავს სახეს ყველაფერი დაცვნახე სიმართლით თავსახე თავში არა მივარდა მეტი ვიყავი განაბისე ასახული სიყვარულით გაბა ანალიზე და როცა პრობლემა ნახე მრავალი სიბზნით პიპოვე გამოსავალი არ გვინდა მიკი მოკებული ლაყბობა ანჭორების აყოლაგან არა საამაყოა რეპერი რო იძახის ენაზე რაც მოადგება არ გვინდა ჩვენი თვითონ ჭეშმარიტებების დადგენა და სრულ ჭეშმარიტების სისრულეში მოყვანა როგორც აღსრულება სამართლის ბეთლის ბოლო დანართი განავთქვი მხოლოდ შენი მის სამართლით კიდევ ერთი დასტური რომ დიდება ვერ წამართვით young ოკეი აი ეხლა რა მოხდა ჩემთვის young-ის მესამე რაუნდში flow-ებით მიშკა უფრო მომეწონა მაგრამ ბიჭო რაღაც პონჩი მომეჩვენა რომ უფრო მეტი იბაზრა ფილერები და ზოგადი თემები გადისა ვიდრე პელეს მიმართულებით იყო ანუ კი რაღაცეები უხსენა იქ რაღაც ღმერთს არ ეძებოდა რაღაცეები ოკეი ფაქტები მაგრამ აი რაღაც უფრო მეტი კონცენტრაცია ალბათ უფრო რაღაც ზოგად თემებზე და აი საკუთარ თავზე უფრო კონდეთ მე ეგრე მომეჩვენა ყოველ შემთხვევაში ბიჭო ხო რა მე ვთვლი რომ ძალიან ბევრი ფილერი იყო მიშკას ვერსებში ვიდრე პელეს ქონდა რაიმე ფილერი რა პელესაც ქონდა ეხა მესამე რაუნდში რაღაც ფილერები ნუ პელეს მე ჩემთვის მაინც პელეს მხრიდან ფავორიტი იყო პირველი მიშკას მხრიდან ალბათ უფრო მეორეში უფრო ეღადავა რა ხო მეორე რაუნდი ალბათ ის მაგრამ არ ვიცი ვის ეწყინება ჩემთვის ბიჭებო მეგობრებო გოგოებო ბიჭებო ხალხო ჩემთვის მოიგო პელე ჩემთვისაც მოიგო პელემ ეს ხო არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ რაღაცას ვაკრიტიკებთ ან პროსტა ანუ ჩვენსაც ვიძახით რა მე რასაც ვაკრიტიკებ ეგ არის ეგ სიტყვა ეგ მინახულიდან არ ამოდის რა უფრო უპრიანი იყო რომ არ გამოიყენებინა აუცილებლად დანარჩენი უკვე რა ბეთლი შედგა კარგი იყო და ხო ანუ ეგ შტაბეჭილება დამჩა რომ დიმეიჯი ქონდა პელეს ფანჩებს უფრო გაცილებით მეტი რა და საერთოდ რა შეეძლო იცი პელეს რომ პირველ რაუნდში მაგდონეზე არ მიწოლოდა პირველ რაუნდში ცოტა ფილერი გამოეყენებინა და ის იმ წარეები რაუნდებში რო გადაენაწილებინა უფრო სხვანაირად შეიძლება მაგრამ ესეთი ბომბა რაუნდიც არ გამოვიდა ხო არ პირველი რაუნდი ზანგიჟი გამოვიდა პირველი ჩემთვის ფავორიტი არის მაგრამ აი მე ეგრე უფრო ცოტა გათვლის პონჩი ეგრე გავაკეთებდი რა მიშკაზე რაც უნდა აღინიშნოს ის ფაქტია რომ ამ არტისტს ძალიან კარგად შეუძლია შოუს ხო საბოლოო ჯამში მიულოცოთ მართლა რამდენი ბეთლი ქონდა მიშკას და მოიგო ბეთლი კი ბატონო საბოლოო გილოცავ ძმაო მართლა მთელი მიუხედავად იმისა რომ სხვა აზრზე ვარ მაინც აუცილებლად მეც ულოცავ და ეგ იმას არ ნიშნავს რომ რაღაც ანუ ძალიან ნიჭიერი ხარ და ძალიან ვაფასებ არტისტს young mike-ს ძალიან ვაფასებ ასევე პელესაც ძალიან დიდი წარმატებები მინდა უსურვო და რა ვიცი პრინციპში ეგ არის დღეისთვის ულეს იყო ხო? დღეისთვის ეს იყო ჩვენ მორჩი ჩემო დიჩი და ნახე ცოტა შემოგვაღამდა ამასობაში მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ვინც შემორჩით ბოლომდე დაგემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე თუ შეიძლება რომ გამოიწეროთ არხი და გვაჩვენოთ თქვენი მხარდაჭერა ძალიან გაასწორებს და ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით ძალიან მადლობელები ვიქნებით მე და იუა ბატონი რა მადლობელი ბატონ მადლობელი წავედით peace